ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების პირველი გასვლითი ვიზიტი იმერეთში. დავით ჩავლიაშვილმა და ოთარ დანელიამ გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული ვანის მუნიციპალიტეტი მოინახულეს. სოფელ ამაღლებაში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ძველი ხიდის ადგილზე ორ თვეში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა აშენდება. დღესვე მინისტრებმა და მხარის რწმუნებულმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებიც მოინახულეს. თავების გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს ერთჯერადი კომპენსაციის სახით 4500 ლარი გადაეცემა. ვანში წყალდიდობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნაპირსამაგრები არის მეორე ხიდი დაზიანებული, შეფასდა სიტუაცია, მიმდინარეობს დათვლა, დაახლოებით გათვლით მილიონი ლარის ღირებულების მთლიანი სამუშაოები. რამდენიმე დღეში დაიწყება დეტალური პროექტირება და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა აღზრდას ყველა მონაკვეთი. ჩვენთან ერთად იმყოფება ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, რომლებმაც უშუალოდ დაათვალიერეს და ნახეს დაზიანებული უბნები. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფელ ამაღლებაში მოხდება იმ მოსახლეობასთან შეხვედრა, რომელთი სავარგულები იქნა დატბორილი. მეტი წილი ზარალი გამოდის ინფრასტრუქტურაზე, თუმცა სოფლის მეურნეობის ნაწილში არის მცირედი, მაგრამ გარკვეული ზარალი, რომელიც ითვლება პრინციპში მეტნაკლებად უკვე დათვლილია და ჩვენ ამ მოახლოეს დღეებში გვექნება საბოლოო სურათი შესაბამისი რეაგირებისთვის.